თქვენ რო წაიკითხოთ ნიკოლას შენგელაიასის ლექსები 20-იანი წლების ლექსები გაგიკვირდებათ თუ როგორი იყო დამოკიდებულება ამ ადამიანისა აღარ ვლაპარაკობ თქვათ რელიგიაზე იმიტომ რომ ეს საერთო ტენდენცია იყო მაგალითად ოჯახის მიმართ ან ოჯახური ტრადიციების მიმართ როგორ ქილიკობს ის ამ ტრადიციებზე და როგორ სრულდება ეს ყველაფერი როგორ იცვლება ეს ყველაფერი 30-იან წლებში ისევ და ისევ მე ნარინჯის ველზე ვსაუბრობ ფილმით ნარინჯის ველი ან იგივე გერასიმოვი ავიღოთ ან ნებისმიერი სხვა რეჟისორი და მწერალი ამ შემთხვევაში ავიღოთ ანუ თუ ვისაუბრებთ წარმოვიდგენ სივრცეში და ეხა დაფაზე ხატვას არ ვაპირებ მაგრამ უბრალოდ ძალიან ადვილია იმას თუ რა ხდებოდა ამ თაობის ცნობიერებაში 20-იან წლებში და რა მოხდა შემდეგ რა გადატრიალება მოხდა ამ თაობის ცნობიერებაში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ნუ რა ვიცი ნიუტონის ვაშლის ეს ცდა ან ნებისმიერი სხვა როდესაც ეს თაობა გადაწყვეტს გაიქცეს თქვა სახლიდან გაიქცეს ცენტრიდან წავიდეს ცენტრიდან რაც შეიძლება უფრო შორს ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით რუსი მწერლის შატროვის პიესა რომელსაც ერქვა რუსთაველის თეატრში დაიდგა ეს პიესა 80-იან წლებში დადგა რობერტ სტურუამ და ერქვა ლურჯა ცხენები წითელ თუ არ ვცდები ხო წითელ თუ თეთრ სტურუამ დადგა წითელ ბალახზე მე მგონი ძალიან საინტერესოა ის რომ როცა სტურუამ დადგა ეს პიესა არაფერი მას არ შეუცვლია თითქმის პიესაში როგორც იყო დატოვა ყველაფერი მაგრამ ვინც ვნახეთ ჩვენ ეს პიესა ყველა ამბობთ რომ ეხლა როცა გამოვალთ თეატრიდან აუცილებლად დაგვაპატიმრებენ თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ გვეცინებოდა ამ პიესაზე ამ დროს კიდევ ვიმეორებ შატროვი იყო ლეინური პრემიის თუ არ ვცდები ლაურეატი იყო ძალიან დაფასებული დრამატურგი თუმცა 80-იან წლებში ამ პიესას უკვე ნაკლებად გავდნენ თეატრებში მიუხედავად იმისა რომ ვიმეორებ შატროვმა იქ არაფერი არ შეცვალა და რა მოხდა ჩვენ ვუყურებდით პიესას 20-იანი წლების დასაწყისია იქ იმაზე თუ როგორ ცხოვრობდა საბჭოთა კომკავშირი თუნდაც 20-იანი წლების დასაწყისში როგორ ცხოვრობდა ამ საერთო საცხოვრებლებში რას აკეთებდნენ საერთო საცხოვრებლებში ჩვენ ვიცით რომ ეს ძირითადი იდეა ეს უკვე დამალული იყო ასე ვთქვათ ბოლშევიკური რევოლუციისა რომ არ უნდა ყოფილიყო ოჯახი როგორც ასეთი რომ ოჯახი არის კერძო საკუთრების ასეთი გამოვლინება როგორც წესი ციტირება მიმდინარეობდა ენგელსის აი ამ თავისი ცნობილი წიგნისა ოჯახის შესახებ რომელიც შემდეგ რაღაცნაირად დამალული იყო ყოველთვის მე რო ვსწავლობდი ენგელს ჩვენ ნაკლებად გვასწავლიდნენ რომ კერძო საკუთრება უნდა გაუქმდეს და კერძო საკუთრების გაუქმების ერთ-ერთი დადასტურება უნდა ყოფილიყო ის რომ გაუქმდეს ესე იგი ჩემი შვილი სხვისი შვილი ეს ცნება ჩემი ქმარი სხვისი ქმარი ჩემი ცოლი სხვისი ცოლი და უნდა ოჯახი გადაიქცეს კოლექტივად შატროვის ეს პიესა ამაზე იყო შატროვის პიესა გაგვახსენა სწორედ ეს პერიოდი და ჩვენ გვეცინებოდა ამაზე იმიტომ რომ გვეგონა რომ ავტორი შაყირობს ამ დროს სინამდვილეში ყველაფერი იყო მართლაც ისე როგორც იყო 20-იანი წლების დასაწყისში და აი ამ თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი რომელიც კინოში ლევ კულეშოვი წერს პირდაპირ რომ როდესაც მეკითხებიანო რატომ უბრალოდ კულეშოვის მეუღლე ალექსანდრა ხახლოვა იყო ძალიან საინტერესო ქალი ლევ კულეშოვის მსახიობი რომელიც იყო ბოტკინისა და ტრეცაკოვის ქალიშვილი ხახლოვი მისი პირველი ქმარი იყო ძალიან მდიდარი და ქალი რომელსაც ეკითხებიან რომ როგორ მიიღე მონაწილეობა რევოლუციაში ბოლშევიკურ რევოლუციაში ასეთმა მდიდარმა ქალმა ასე გაზრდილმა ნამდვილად არ გჭირდებოდა შენ ეს ბოლშევიკებიო მან თქვა რომ იცით მე ფანჯრიდან ვიყურებოდი და დავინახე შარვალში ჩაცმული ქალები წითელი დროშებით ხელში და მაშინ მივხვდი რომ რა კარგი ქალები არიან შარვალში დადიან რადგანაც მე ჩემი ოჯახი მიგრძალავდა შარვლის სიარულსო და მაშინ ჩავედი მახსოვს ქვევით შეუერთდი ამ ბოლშევიკ ქალებს მათ მანიფესტაციას და მას მერე ოჯახში აღარ დავბრუნებულვარო აი ეს თითქოს ეს სურვილი იყო ხახლოვას მონაწილეობისა ბოლშევიკურ რევოლუციაში შემდეგ კი მოგვიანებით იტყვის რომ მე ძალიან მომეწონა ეს იდეა კერძო საკუთრება გავაუქმოთ ესე ვთქვათ ჩვენს სივრცეში, ოჯახურ სივრცეში დაუპირისპირდეთ ჩვენს მამებს და მაშინ ხახლოვა ამ ინტერვიუში ამბობს სიტყვას, რომელსაც მე პირადად ლექციების დასაწყისში ჩემ სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რაც ძალიან უკვირთ. დახოცეთ თქვენი მშობლები.
ლექციის დასაწყისში ამას იმიტომ ამბობთ ხოლმე, რომ როცა 18 წლის გოგონა და ბიჭი მოდის ლექციაზე, მე 5 წლის განმავლობაში არის ხოლმე ან მშობლის გამოგზავნა, რატო გააცთინა, ან პირიქით, ну ასე იყო ერთი 5-6 წლის წინ ესე არ არის. ან კარგად ჩააბარა თუ არა გამოცდები და ასე შემდეგ და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ უკვე თქვენ 18 წლის ახართ და ახლა უკვე დრო არის მოკლათ თქვენი მშობლები. ეს არის ციტირება სწორედ ხახლოვას ამ ფრაზისა, რომელსაც შეიძლება ძალიანაც უყვარდა თავისი მშობლები, მაგრამ ის ხდებოდა, რომ უბრალოდ ვერ განვითარდებოდა ვერც ადამიანი, ვერც საზოგადოება მშობელზე მიჯაჭვულობისგან და აი აქ ჩვენ მივდივართ სწორედ იმ თემამდე, რომლითაც დავიწყე საუბარი, კულტურაზე მიჯაჭვულობისგან. რადგანაც კულტურას ქმნიან ასე ვთქვათ წინათაობები და ქსვავენ ხოლმე იმ სივრცეში, რასაც კულტურა ქვია და არ გვაძლევენ ძალიან ხშირად საშუალებას შემოქმედების. აი 20-იანი წლების ამ თაობამ, ჩემი აზრით, გააკეთა ეს, მათ უარი თქვეს აი ამ ღერძზე, რომელსაც ქვია კულტურა, ან მშობლები, ან ტრადიციები, გაიქცნენ ამ ღერძიდან, წავიდნენ ძალიან შორს, მაგრამ მოხდა ის, რაც ამ დროს ხდება ხოლმე, მე ისევ ნიუტონის ვაშლი უნდა გავიხსენო, რაც უფრო შორს გაიქცნენ ისინი, ყოველგვარი გაცნობიერების ან იდეალის გარეშე, მით უფრო დიდი იყო მიზიდულობის ძალა ცენტრისაკენ. როდესაც გაურბიხავ თქვათ ასე ვთქვათ მამას მხოლოდ და მხოლოდ ამას არიაზრებ მხოლოდ ასე ვთქვათ ინსტინქტურად გაურბიხარ ბუნებრივია ძალიან დიდი არის სურვილი დიდი არის საშიშროება სიცარიელეში დარჩენის და ძალიან დიდია სურვილი იპოვო სხვა მამა და მათ ეს მამა იპოვეს ჩემი აზრით ეს იყო სწორედ სტალინი და შემდეგ ბუნებრივია რომ 30-იან წლებში აი მშობლებისგან გაქცეულმა შვილებმა რომლებმაც დახოცეს თავიანთი მშობლები იპოვეს ახალი მამა ბელადის სახით და ჩემთვის სრულიად ბუნებრივია რომ ნიკოლოზ შენგელაიამ თავისი კარიერა დაამთავრა ფილმით ნარინჯის ვერი ფილმით რომელიც უშუალოდ მიუძღვნა სტალინს და ჩემთვის უკვე სრულიად ბუნებრივია ისიც რომ ამ თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი სერგეი გერასიმოვი რომელმაც დაიწყო როგორც ანცმა და უზდელავმა ბავშვმა ჩეხოსლოვაკიურ კინოს უკვე 68 წელს უწოდებს უზრდელი ანცი ბავშვების კინემატოგრაფს. ეხლა დავავნებოთ ამ პერიოდს თავი, რასაც სტალინიზმის პერიოდი ქვია და გადმოვიდეთ 60-იან წლებში და ვისაუბროთ ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩემს მამებზე, ხო? 80-იანელთა მამებზე და 60-იანელებზე, რომლებმაც დაიწყეს ახალი ეპოქა, ოცეპელის ეპოქა. ჩემთვის ძალიან საინტერესო არის ბროდსკის ერთი წერილი პლატონოვზე და ჩევენგურზე. ჩევენგური ამ მხრივ და პლატონოვი იყო ასე ვთქვათ წარმომადგენელი შეიძლება ითქვას 20-იანი წლებისა. ბროდსკი მე მგონი პირველი ადამიანია, რომელმაც გარითმა, რომელმაც თქვა რომ რუსულ ენაში ფუძე კრაი და ესე იგი სიტყვებს კრაი და რაი აქვს ერთი და იგივე ფუძე. ესე იგი ისევ შემოვიტანოთ ეს საზღვრის თემა. და 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისი გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ახალგაზრდობამ ეს ოცეპელი. ახალგაზრდობამ გარდა იმისა, რომ მე-20 ყრილობაზე დაუგმეთ, ვთქვათ, სტალინის კულტი, გარდა იმისა, რომ ციმბირიდან დაბრუნდნენ გადასახლებულები და მოხდა მათი რეაბილიტაცია, გარდა იმისა, რომ მივიღეთ ხრუშჩოვი, როგორც ჩემი აზრით, აი ამ ექსცენტრიკისა და ავანგარდის საუკეთესო სიმბოლო, მაპატიეთ თუ არა პოლიტკორექტულს ვამბობ რამეს, მაგრამ ჩემი აზრით ხრუშჩოვის აი ეს ფეხსაცმლის ბრახუნი გაეროს ტრიბუნაზე არის უზრდელი ბავშვის საქციელი, ხო? და ანუ ისიც ეწერებოდა აი ამ ავანგარდის უკვე 60-იანი წლების ავანგარდის ფორმულაში. და მოხდა საოცრება, რომ რამდენიმე წლის მერე, მას მერე რაც ეს ხალხი გადმოასახლეს ციმბირიდან, რამდენიმე წლის მერე შეიქმნა ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და ავითვისოთ ციმბირი და ბამის მითი კომკავშირული მითი ხდება ძალიან პოპულარული. ანუ ის რაც ციმბირი, რომელიც იყო რაღაცა საშინელის ასოციაციას ქმნიდა ადამიანებში, ეხლა გადაიქცა სასურველი დავარქვათ 64 ან კრაი ან რაი ხო საზღვარი აი ამ თაობისათვის რომ ისინი მოსცილდნენ ამ ცენტრს და წავიდნენ და აითვისონ ახალი სივრცე